ოცდაოთხი წლის 16 სექტემბერს გაუკეთა ჩემშვილს ოპერაცია. კი არ გაუკეთა, არც დამთავრებულა ოპერაცია. უბრალოდ ხრტილის გასწორება მოტეხვაში ბავშვი ჩამიგდეთ ამ დღეში. დაუმახინჯეთ ბავშვს ცხოვრება, გამანადგურეთ, ნოლზე დამსვით. ამდენი წლის 28 წლის ნაკოწიწების ცხოვრება დამინგრიეთ თქვენ. და თქვენ ლამაზად ბალიშზე უნდა იძინოთ და მე შვილი ამ დღეში ჩამიგდეთ. ჩემ შვილს მომავალი დაუნგრიეთ, ცხოვრება გაუნადგურეთ. ვითხოვ კომპენსაციას, რომ ჩემი შვილის მკურნალობაში დამეხმაროთ. მე არაფრის გამო არაფერი არ მჭირდა ჩემს ცხოვრებას. ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით. ვიყვებოდით ცხოვრებას, არც ძალიან ფუფუნებაში ცხოვრობდით, მაგრამ არც არაფერი გვაკლდა და ნულზე დამსვით. ვყიდი ყველაფერს, არაფერი აღარ გამაჩნია, რომ შვილს მივხედო და მკურნალობა სახლში გაუგრძელო. დრო სჭირდება ჩემ შვილს. პროფესორმა 1500 დღე მითხრა. 1500 დღეს ეს ბავშვი ასე როგორ შევინახო, გეკითხებით. ვითხოვ კომპენსაციას, რომ ჩემ შვილს ვუმკურნალო ნორმალურად, რომ ფეხზე დავაყენო მაინც, არ ვიცი, კიდე რანაირად გამოვა ჩემი შვილი. უგონოთ არის, ანუ თვალებით კონტაქტობს მხოლოდ. ისიც ხანდახან. ანუ არის მომენტი, რომ თვალებით კონტაქტობს, არის მომენტი, რომ საერთოდ ვერ კონტაქტობს. ექიმების თქმით, ეს დაუზუსტებელია, თუმცა ცხვრის ოპერაცია როგორც ესეთი არ ჩატარებულა. დიდი ალბათობით, ანუ ეს ჩემი აზრია, ხო, ან ნარკოზის ალერგია ჰქონდა, ან კიდე ადრენალინი მოვიდა თან მეტი, ან ნაკლები. ცხვრის ოპერაცია გაუკეთა ალექსანდრე კუზანოვის ასისტენტმა, ახანდელი ექიმი, არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემდაც მიწერა, რომ მისი ასისტენტი ექიმი გაუკეთებდა ოპერაციას, ქეთი ფირცხელაიშვილი იყო. ანესთეზიოლოგი დავით ფასილია. ეგ გავიგეთ ჩვენ ეხლა. მანამდე არ გვეუბნებოდნენ, მანამდე სხვა ექიმი ვიცოდით ანესთეზიოლოგი, მაგრამ ეხლა ისტორია რომ გამოვითხოთ კლინიკიდან, ადვოკატს მივაწოდეთ ეგ ისტორია, აი მანდ წერია ეგ ექიმების სახელები. მანამდე არ გვეუბნებოდნენ. ფიქრობთ რომ ამ ექიმების დაუდევრობის? რა თქმა უნდა, ვფიქრობ არა, ეგრე არის, იმიტომ რომ მარის ყველანაირი ანალიზი ჩაუტარდა ოპერაციამდე და ეგრე უთხრეს რომ ოპერაციისთვის იყო მზად. 2 კვირის წინ ვიდეო დავდე Facebook-ზე. და ანუ მოვნიშნე ალექსანდრე კუზანოვი, ყველგან დამბლოკა. აბსოლუტურად ყველგან დამბლოკა, ანუ მე და ანუ მოკლედ რა, ყურადღებას არ გვაქცევენ. ხოზრემაძის კლინიკიდან გაუშვეს ეგ ექიმები, თუმცა დღემდე ქეთი ფირცხელაიშვილი აგრძელებს თავის სპეციალობას აქ ბათუმში, სხვა კლინიკაში. მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. იმიტომ რომ მის გვერდზე რომ გადავედი თვითონ ალექსანდრე კუზანოვის გვერდზე, ყველა უწერდა კომენტარებში, მაგალითად ექიმი თუ ყავთ ბათუმში და ქეთი ფირცხელაიშვილის ნომერს წერდა და თვითონ ქეთი ფირცხელაიშვილის სახელ გვარს. და მე მან კომენტარებში ჩემი დის ფოტო ჩაუგდე, წაშალა ყველგან და დამბლოკა აბსოლუტურად. ყურადღება საერთოდ არ გვაქცევს.